მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, წყალობა და კურთხევა არ მოგაკლოთ, ღმერთმა შეგეწყალო და გვაცხოვნოს და გაგვაძლიეროს. დღეს მნიშვნელოვან საკითხზე გვსურს საუბარი, რომელიც არაერთ ქრისტიანს აწუხებს, კერძოდ ჯოჯოხეთის რაობის შესახებ, თანამედროვე ადამიანისათვის სულ უფრო და უფრო რთული გასაგები ხდება, როგორ შეიძლება არსებობდეს ჯოჯოხეთი ან ებადებათ ესეთი შეკითხვებიც, რომ როგორ შეიძლება ღმერთი მარად ტანჯავდეს ადამიანს და რომ ღმერთის სიყვარულია და მისთვის ეს რა თქმა უნდა შეუფერებელი რამ გახლავთ, მაგრამ აი რა ხდება სინამდვილეში, რა არის საერთოდ მარადიულობა, როგორია ადამიანის დამოკიდებულება მისდამი, შევეცდებით აი ამ საკითხების განხილვას და აპოკალიფში წმინდა იოანე მახარებლის გამოცხადებაში ვკითხულობ ჩვენ ესეთ სიტყვებს, რომ ეშმაკი, რომელი იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მასა ცეცხლისა და წუნწუბისასა, სადა იყვნენ ხეცი იგი და ცრუ წინასწარმეტყველი და იდან ჯებოდიან დღე და ღამე უგუნითი უგუნისამდე. აქ უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილის ამ სიტყვებში რამდენიმე სიმბოლური სახეა ხო მოცემული, აი ცეცხლის ტბა, წუნწუბა, ხეცი, რომ დღე და ღამე იქნება ეს ტანჯვა და მორწმუნეს ეს სიმბოლური სახე და პირდაპირ მნიშვნელობით ნათქვამი უფლისა სიტყვები ერთმანეთში არ უნდა აერიოს, რა თქმა უნდა, რათა ესეთი აღრევით არასწორი წარმოდგენა არ შეიქმნას უფლის სწავლებაზე, მის სიბრძნეზე და არ დაბკოვდეს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ სულიერ გზაზე. და აი კირილე იერუსალიმელი მეოთხე საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ სახარების მოსმენა ყველასათვის ნებადართულია, მაგრამ მადლის ახარებისა მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანებს გადმოდისო. და ამიტომაც მათ, რომელთაც არ შესწევდათ ძალი გაგებისა, უფალი იგავებით ესაუბრებოდა, მოწაფეებს კი ცალკე უხსნიდა იგავებს, რადგან ის, რაც ნათელ ხებულთათვის შუქია მადლისა, სიბმავია ურწმუნოთათვისო. და ანალოგიური აზრი ერნეოს ლეონელმაც გამოთქვა, კლიმენტი ალექსანდრიელმაც და ასევე სხვა ცნობილმა ღვთისმეტყველებმა და წმინდანებმა ეკლესიის სამაშასა და მე აი ამ იგავებისა და სიმბოლოების გამოყენება გახლავთ აუცილებელი ხერხი საიმისოთ, რომ სწორად იქნას გაგებული წმინდა წერილი. მართალია წმინდა წერილში აი ამ საუკუნო ტანჯვის ერთ-ერთ ადგილად ცეცხლის ტბა მოხსენებული, მაგრამ ცეცხლის ტბად აღნიშნული ცოდვილთა ადგილსამყოფელი უფლის ქმნილებად არ უნდა ჩავთვალოთ ჩვენ. და თუნდაც იმიტომ, რომ შეუძლებელია ყოვლად კაცმოყვარე და ყოვლად სახიერი უფალი ღმერთი იყოს ცოდვილთა მარადიული წამებისათვის სურველი და რომ თითქოს და საგანგებოდ შექმნა რაიმე საწამებელი ადგილი არამც და არამც მარადისობაში გარდაცვლილი ეს უკვდავი სულის ტანჯვა დამოკიდებულია მისავე შინაგან მდგომარეობაზე და არა ღმერთის სურვილზე. აი ამის შესახებ ჩვენ გვსურს ვისაუბროთ. ქრისტეს ეკლესიის მოძღვრების თანახმად მარადიული ტანჯვის აი ერთ-ერთი მიზეზი ცოდვით დაცემული გონიერი არსებისა გახლავთ ჩადენილი ცოდვები და ვნებები და ხოლო მარადიულობაში გარდაცვლილი ვნებითი აი ამ სწრაფებისაგან განუკურნებელი ადამიანი თვისივე ნებით საბოლოო კატეგორიულ უარს აცხადებს ღვთაებრივ დიდებასა და ნეტარებაში მონაწილეობაზე, რომელიც მას ესე იგი შესძულებია. ანუ ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ ადამიანი თვითონ როდესაც ირჩევს ცოდვას და მის წიაღში ყოფნას, ნელ-ნელა იმ ცოდვის თვისებასაც ღებულობს. ეს აზრი, რომ კიდევ უფრო ცხადი და გასაგები იყოს, მოდით აი დაბადების წიგნს გადავხედოთ, სადაც ნათქვამია, რომ
შექმნა ღმერთმა კაცის სახეთვისა და ხატათვისად შექმნა იგინი, რომ ჩვენ რომ ღვთის ხატა და მსგავსად ვართ შექმნილი, ეს ჩვენი ბუნების დედაარსია და ჩვენი შინაგანი სამყაროს ეს განსაზღვრელი და გამაკეთილშობებელი, როგორც ვიცით, ადამიანის შექმნისას ღმერთს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ადამიანისათვის მარადიული ნეტარი ბედნიერი ცხოვრება მიემადლებინა და აქედან გამომდინარეა, ადამიანი როგორც ხატება და მსგავსება ღვთისა, მისი არსების მიზანი არის სწორედ ნეტარი მარადიული ცხოვრების დამკვიდრება და აი აქეთაგენ უნდა ისწრაფოდეს პირველ ყოვლისა ის და პირველ რიგში ეს გონიერი ქმნილება გულწრფელი სიყვარულით უნდა იყოს განშვალული შემოქმედისადმი, რამე თუ ღვთის პიროვნებისაკენ სწრაფვისა და მასთან თანაზიარების სურვილს აღძვრა მხოლოდ წმინდა სიყვარულს შეუძლია და ასევე აუცილებელია ადამიანს როგორც თავისუფალი ნების მქონე არსებას გულწრფელი სურვილი გააჩნდეს ღმერთთან დაახლოებისა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ესეთი სანატრელი ბუნებრივი მდგომარეობა გარკვეულ ზნეობრივ მოვალეობებს აკისრებს ადამიანს, რომ მან მუდმივად უნდა იზრუნოს თავისი ცხოვრების შინაგანი სამყაროს გამოსწორებისაკენ, ღვთის მსგავსებისა და ხატების შესანარჩუნებლად და არა მხოლოდ შესანარჩუნებლად, არამედ მისი მარადიული ზრდისათვის და რა თქმა უნდა, მას ადამიანი ხშირ შემთხვევაში არ აკეთებს. და ასეთი ზნეობრივი ვალდებულებები ადამიანისათვის არ არის გარსმოხვეული, არამედ მისი სულის ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა იყოს, ხომ? რადგანაც ასეთ მსგავსებაში მდგომარეობს მისი პიროვნების სულიერი სიცოცხლის საფუძვლები. და აი აქედან უნდა საზრდოობდეს ადამიანი, როდესაც საუბრობს მარადიულობაზე. და აი ამ უგდავ სულს, ესე იგი, ერთადერთი ღირებულება და მიზანი უნდა ქონდეს, როგორც მოგახსენეთ, ღვთისაკენ ტოლვა და მარადიული სასუფეველის დამკვიდრება. და როდესაც ადამიანმა საკუთარი ნება სურვილით უარყო და შეიძულა ღმერთი და მისი სიწმინდე, თუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი თავის თავში არსებულ აი ღვთის ხატებასა და მსგავსებას უარყოფს, ან და იმ სიწმინდეს გაურბის, რომელთაც შემოქმედმა თავის ხატქმნილი არსება შემოსა ესე იგი შესაქმის ჟამს. ადამიანის ეს შინაგანი მდგომარეობა მის ქცევაში ხშირ შემთხვევაში წარმოჩინდება და თუ კი ადამიანი თავისი ბუნების შესაბამისად აი ამ უფლისადმი სიყვარულისა და აი ამ მადლიერების გრძნობითა განსჭვალული, მას მარად ესე იგი ჩაუმქრალი ეს ღვთაებრივი სწრაფვა ახასიათებს და ის მუდამ მადმოსილ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ თუ კი ეს გრძნობები ჩაკლული აქვს თავის არსებაში და არც სურვილი გააჩნია ღვთისაკენ სწრაფვისა, ესეც თავის ასახვას პოვებს მის ყველა ქმედებაში. იმიტომ რომ სწორედ აქ დედამიწაზე ადამიანი აკეთებს ყოველივეს თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ხოლო მარადიულობაში ამისი ნება უფლება მას ერთმევა. ადამიანი, როგორც ხედავთ, ხშირად ჩვენ თავისივე ნებით ცოდვაში ეცემა და ვეცემით და ღვთისადმი აი ამ სიყვარულს ამპარტავნების გზნობით ცვლის ხოლმე. მას სურს გააღმერთოს საკუთარი თავი, ხო? და აი ამ ამპარტავნულმა გზნობამ მთლიანად დააბრმავა მისი შინაგანი სამყარო, იმდენად რომ საერთოდ მას გონია, რომ ყველაზე უკეთესია და ყველაფერზე უკეთესია და აქედან გამომდინარე მისი სულიერი ზრდა მადლმოსილებაში აღარ ხდება და აი ამ ცნებების დაცვით კი აი ღვთისაგან სწრაფვით და აი ამ ხატებისა და მსგავსებისაკენ ტოლვით და შესრულებით სწორედ აი ამ ადამიანში ის მარადიული საწყისები, მარადიული ნეტარი ბედნიერების საწყისები იწყებს ფეხმოკიდებას.
და წმინდა წერილი კიდევ ბრძანებს ასეთ სიტყვებს, რომ რომელი არა არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემ დაარსო და რომელი არა შეკრავს ჩემთანა, იგი განაბნევსო. ესე იგი, უფლის ეს სიტყვები და წმინდა მამათა შესაბამისი განმარტებები გმოძღვრავენ ჩვენ, რომ თუ კი სული არ ისწრაფვის, ესე იგი შემოქმედისაკენ, იგი უცილებლად მის საწინააღმდეგო მხარეს მიიწვის. ანუ სულიერ არსებას არ შეუძლია თავისი შინაგანი მდგომარეობა ერთ დონეზე შეანარჩუნოს, არ შეიძლება ძმაუნდადანო კაცი სიკეთისაკენ არ ისწრაფოდეს და მისი ასეთი შინაგანი ქმედება ბოროტებად კი არა, არამედ რაღაც ნეიტრალურ მდგომარეობად შეირაცხოს. თუნდაც იმიტომ, რომ ვინც არ მიილტვის შემოქმედისაკენ, იგი უმადურობას გამოხატავს სიცოცხლესა და ყოველივე სიკეთის გამომცემლისადმი და ეს უმადურება კი გაციებისაგან მოდის, სულიერი გაციებისაგან, რასაც ბრძანებს მახარებელი ლუკა. და ვისაც ცნებათა დაცვით ღვთის ხატების აღდგენა არ სურს და თავის არსებაში იგი ღვთისაკენ და მისი სიწმინდისაკენ არ ელტვის და გაქცევას ელტვის, რადგან აი ამ არსებული ღვთის ხატება ადამიანის ბუნების დედაარსია და ის შეურაცხყოფილია და და მისაგან ყოველნაირად გარბის, შესაბამისად დამალვას ცდილობს. რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანის სული გაურბის ღმერთს და მას უკვე ნელ-ნელა აღარაფერი საერთო აღარ რჩება ჭეშმარიტებასთან, შესაბამისად მარადიულ ნეტარ მდგომარეობასთან. რადგან ჩვენში ეს ღვთის ხატების აღდგენა სწორედ რომ ღმერთთან დაახლოების შედეგად არის შესაძლებელი და არანაირად სხვაგვარად. და თუ ადამიანმა აი ამ თავარზე, ღმერთთან კავშირზე, ურთიერთობაზე უარი განაცხადა, რომელიც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არის შესაძლებელი და ის ულევი წყარო მადლისა, შესაბამისად ის ამბობს პროტესტს, ამბობს უარს და უფრო მეტიც ის აჯანყებულია ღვთის წინააღმდეგ, სიწმინდის წინააღმდეგ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ. და ვისი ბუნებაც აი ასეთი ავადმყოფობითაა შეპყრობილი, მას ტანჯვა და წუხილი ბუნებრივ მდგომარეობად ექცევა. ჩვენ ასეთი ადამიანები არაერთი გვინახავს და საერთოდ წმინდა მამები ესე გვასწავლიან, რომ როდესაც ხედავთ რაღაც ადამიანს მოუსვენ არ ადამიანს, მოდი ესეთი სიტყვა გამოვიყენოთ, რაღაცა მუდმივად შეწუხებულ ადამიანს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შფოთი და შინაგანი აღრეულობა და მოუწესრიგებლობა არის ცოდვის შედეგი. მაგრამ ასეთმა ავადმყოფობამ თუ კი განუკურნებელი სახე მიიღო, მაშინ ეს ტანჯვა მარადიული და განუკურნებელი თვისებად მოვლენა მოუნანიებელ ცოდვილ სულს. ეს არის წმინდა მამათა სწავლება და ქრისტიანული სწავლების მიხედვით ბოროტებას არსი არ გააჩნია. ანუ იგი არ არის ქმნილება უფლისა, ხო? ბოროტება სხვა არაფერია თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ბრძანებენ წმინდა მამები და რაჟამს აი ამ ღვთისაგან ქმნილი თავისუფალი ნების მქონე გონიერი არსება თავისი ნებით, ამას ხაზი უნდა გაესვას, თავის თავს მოაკლებს იმ სიკეთეს, იმ სიწმინდეს, სახიერებას, რაც ღვთისაგან აქვს მიღებული და მისი ასეთი ქმედება შეირაცხება, რა თქმა უნდა, ბოროტებად და არავითარ შემთხვევაში ის არ არის იპოსტასური, ანუ არ არის ქმნილება ღვთისა. რადგან ბოროტება და სიკეთის ნაკლებობა შესაბამისად სიბილწე, ანუ როგორც ბოროტების ერთი კონკრეტული გამოვლინება და სიწმინდის საპირისპირო, ხოლო სიძულვილი მაგალითად სიყვარულის საპირისპირო გამოვლინება უკვე უწყვეტად განვითარებული დაუოკებელი სიძულვილი ადამიანის, ესე იგი, საბოლოოდ აღმოფხრის მასში სიყვარულს, ყოველგვარ ნიშანთვისებას, სიწმინდის ყოველგვარ ნიშანთვისებას, რამე თუ მას ის არ სურს, შინაგანად თავისუფალი ნებით თქვა უარი ამაზე.
და ცნობიერად თუ გაუცნობიერად, შეგნებულად თუ შეუგნებლად უნდა აღიაროს ყველა ცოდვილმა, რომ მოუნანიებელ ცოდვილს სძულს ღმერთი. და თუ აი ამ სიძულვილს სიტყვით არ გამოხადავს, მისი საქმეები მაინც ცხადყოფენ ამის შესახებ. და რადგან ამ ცოდვილს საკუთარი შემოქმედი ყავს შესრულებული და აი ამ სიძულვილი აქვს მისი სახიერების და სიწმინდისადმი, როგორც მოგახსენეთ, ამიტომაც ეს ღვთის ხატი და თვისი პირველქმნელი ეს ბუნებაც სძულს და რა თქმა უნდა აი ამ სიძულვილის შედეგად მასში სულ სხვა ბუნება იმკვიდრებს, ბოროტის სული და რომელიც ნენელა მარადიული ტანჯვისაკენ მიაქანებს მას. იმიტომ რომ მასში მთლიანად განადგურდება სახიერება ღვთისა. ახლა კი ცხადი ხდება მგონი რომ ღვთისაგან აი ამ ქნილ ჭყალებში რო ვთქვათ საწამებლებში კი არ იტანჯება იმ ქვეყნად, არამედ მარადისობაში გარდასული შეუნანიებელი სული თავისი ნებით უგულობელ ყოფს, ღვთის არსებას, ჭეშმარიტებას და ბოროტ მეცადინეობით აი ასეთი შერყვნილი და ნებიანი თავისი ცოდვილი ცხოვრებით ის გადადის შემდეგ მარადიულობაში, სადაც მისი ბუნება მარადიულ ტანჯვაში იქნება. ის ბუნება, რომელიც ღვთის ხატად უნდა დარჩენილიყო და ღმერთთან მარადიული თანაზე არ ყოფილიყო, ნეტარებით ყოფილიყო გაბედნიერებული, აი ეს ბუნება მარადიულად უკვე იქნება მისაგან განშორებული. და აი ამ ხწნად სხეულისაგან აბსოლუტურად განძარცვული ეს მადლი იმ ქვეყნად გარდასვლილი სული სულ სხვა აი ამ ავადმყოფობიან მდგომარეობაში ესე რომ ვთქვათ იმყოფება და თუ აქ ცოდვათა შედეგად ხწნადი სხეულიც განიცდის შეჭირვებას, რაც ადამიანის სიწმინდის დაფასების მიზეზსაც აძლევს, იქ ცოდვილის დაუოკებელი ბნებები მხოლოდ მის სულს გახდის, ესე იგი, აი ამის მატარებელს და წამების ერთადერთი საგანი გახდება, ამბობენ წმინდა მამები. და როდესაც ადამიანი თავისი ნებასრულით იმდენად ჩაეუფლა ცოდვებში, რომ ღვთის ხატებას მთლიანად წაშლის საკუთარ არსებაში, მაშინ მისი განკურნების შესაძლებლობა პრინციპულად შეუძლებელი ხდება, ვინაიდან სიძულვილითა და მოუდრეკელი აი ამ პარტავნებით სრულად განშვალულია მისი სული, თვითონ აღარ სურს ქრისტეს მიერ სიმართლის და სულიერი ჯანმრთელობის აღდგენა და მაშასადამე მუდმივი ბრძოლა აი ამ საკუთარ თავთან და არა საკუთარ თავში არსებულ ნებებთან, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. ადამიანის მარადიული ტანჯვის ერთადერთი მიზეზი ხდება. ეს გარემოება ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ სულს გააჩნია უწყვეტი მარადიული შინაგანი მოძრაობის უნარი, დაუსრულებელი ცვალებადობისაკენ ლტოლვის თვისება, ანუ საუკუნო სულიერი ლტოლვა და ქმნილების არასრულყოფილებიდან ზღვარდაუდებელი ღვთაებრივი სრულყოფილებისაკენ მიდრეკილება. ამრიგად, აი ამ ადამიანის სულს გააჩნია რა მარადიული ცვალებადობის უნარი და იგი მისი ბუნებისათვის ისეთივე მიუღებელია, როგორც უკტავების თვისება, ცოდვილ სულს, რომელსაც სამარადისოდ შესძულებია, ესე იგი, თავისი უწყვეტი სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ და სიყვარულისაკენ, ანუ შინაგანი მოძრაობის თვისება, მისი რჩება უკვე მხოლოდ და მხოლოდ უღმერთო, ასეთია თავისუფალი მისი არჩევანი, შედეგადაც მისი თვისებაც აბსოლუტურად ბოროტი ხდება. და მოუნანიებელმა გონიერმა სულმა სამუდამოდ უარყო რა ღმერთი, ამით სულის უწყვეტი აქტივობის უნარის ძალით, ესე იგი, ღვთისაგან ტოლვასაც უწყვეტი და საუკუნო სახე მისცა ბრძანებენ წმინდა მამები. ანუ ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ ეს პროცესი აქ დედამიწაზე იწყება, ადამიანი აქ მოღვაწეობით
თავისუფალი ნებიდან გამომდინარე სურს მას რა მადლში ყოფნა უკვე აქ იწყებს აი ამ თავისი მარადიული სასუფეველის შენებას, როდესაც ის თავისი სიკეთეებით, თავისი სათნოებებით, ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობით ნელ-ნელა თითო აგურს დებს აი ამ სასუფეველის სახლში, ასე ვთქვათ, და მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ყოველთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმას აკეთებენ, რომ გაურბიან ჭეშმარიტებას, გაურბიან სიწმინდეს, მადლს და შესაბამისად მათი ადგილი იქ, სადაც ღვთის სამკვიდრებელია, თვისობრივად აღარ არის, იმიტომ რომ მათ ის არ სურდათ თავისი ნები და შემდეგ უკვე ძალით ამისი გაკეთება შეუძლებელი ხდება, ვინაიდან მის თვისებაში, მის ბუნებაში მთლიანად წაშლილი იქნება, როგორც მოგახსენეთ, ღვთის ხატება და მსგავსება. რა უნდა იყოს ახლა ამაზე დიდი ტანჯვა, ვიდრე ღვთისაგან და მისგან მომდინარე ნეტარებისაგან მარადიული უწყვეტი სრბოლა, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანი გაურბის ამას ყველაფერს, ხო? ცხადია მის სულში ბუნებრივია ბედნიერება ვერ ემკვიდრებს და ჩვენ ამას ვხედავთ დღევანდელ ცხოვრებაში და ამიტომაც ვამბობთ, რომ დასაწყისი სასუფეველისა და დასაწყისი ჯოჯოხეთისა სწორედ აქ არის. ადამიანი ბედნიერია მაშინ და როდესაც განთავისუფლებულია ცოდვის მონობისაგან. ამას ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი კარგად ხედავს და განიცდის საკუთარ თავზე და ყველამ შეგვიძლია ეს განვიცადოთ და არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ აი ამ ძიმე აღსარების შემდეგ როგორ განთავისუფლდა ის და როგორი სიხარული, ბედნიერება და თავისუფლება ეუფლება ესეთი ადამიანების სულს. და ცოდვილ სულს კიდე ზულს ღმერთი და აქედან გამომდინარე, აი ეს ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნების ვნებები, მისი განუყრელი თვისებები ხდება, რადგან სულის აი ამ კეთილშობილური თვისებების სიკეთის კონკრეტული გამოვლინებები, რომელიც ღვთის მადლის მოქმედები და მდიდრდება ადამიანში, აი მაშასადამე ღვთისაგან გაქცეული სული, აი ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვეღარ დაეუფლება. ადამიანის ტანჯველი ხდება სწორედ მისი მდგომარეობა, მისი არჩევანი ტანჯავს მას. რამე თუ სხეულისაგან უკვე განძარცვული სულისთვის ვნება უფრო მეტი ტანჯვის გამომწვევია, ვიდრე თუნდაც ნივთიერი ცეცხლი. აი ესეთია ხედვა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ჩვენ ამას ხედავთ, რომ ადამიანი არა მარტო შინაგანად, არამედ გარეგნულადაც რაღაც ბოროტს ემსგავსება. მიაქციეთ ყურადღება ისეთ ადამიანების შეხედულებას, რომლებიც მუდმივად ცოდვაში ცხოვრობენ. ავიღოთ ნარკომანები, გნებავთ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და როგორ აისახება მათში ეს რაღაცნაირი სიცივე სახეებზე და ასევე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ იგივე არა მართლმადიდებლურად რაღაც სექტანტურად მოაზროვნე ადამიანების ზომბირებულ მდგომარეობაზე, სადაც იქაც აბსოლუტურად იმ ყალბ სახეებს ხედავთ, რომელიც უცხოა, რომელსაც უცხოა მადლი და აი ამ მადლთან შეხებით, რადგან ჩვენ დედა ეკლესიის წიაღში ვღებულობთ ღვთის მოძულე ცოდვილი სულ, რომელზეც თავისი არსებით, თავისი თავისუფალნებით უარი თქვა, მისი ტანჯვის, ესე იგი გამრავლების მიზეზი ხდება, ხოლო ღვთის მადლი მართლმორწმუნეს მოევლინება სიწმინდის, ნეტარების მომნიჭებელად და ეს კარგად არის აღწერილი წმინდა წერილში. საქმე მოციქულთას მეორე თავში ვკითხულობ ჩვენ აი ამ შინაარსის ტექსტებს და ცოდვილს კი მისივე ვნებათა გამო მართლმსაჯულების ცეცხლად, ასე ვთქვათ, ექცევა ის ყველაფერი, რაც მან უკვე აი ამ ქვეყნად მოიმკო. ამიტომაც გარდაცვლილებულ ადამიანებს საბოლოოდ შეუნანიებელ ცოდვილ სულს აღარსაც შეუძლია ძმაუნდადანუ მოსვენება. რამე თუ სადაც ღმერთი სუფევს, იქ არ შეიძლება სიბილწის მეფობა. იქ არ შეიძლება ის ადამიანი სული აღმოჩნდეს, რომელმაც ამაზე ყველაფერზე
თავისი თავისუფალებიდან გამომდინარე უარი თქვა. ასე რომ წმინდა წერილი ცხადა და სრულად გვიჩვენებს, რომ როგორც სასუფეველის, ასევე სატანჯველის არსებობას და ტყუილად იძახიან მოდერნისტები და ლიბერალები, რომ მას ყოველივეს დასასრული ექნება, არავითარ შემთხვევაში ძმამდადანო ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ორიგენიზმს, რომელსაც დღეს შეპარებულად, შენიღბულად გვთავაზობენ, რომ თითქოს და სამწუხაროდ ხშირად მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებად მოაქვთ თავი ასეთ ადამიანებს, თეოლოგებად და გვთავაზობენ არამართლმადიდებლურ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ მარადიულ ტანჯვას ექნება დასასრული. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ეს თვისობრივი ბუნება ადამიანისა მისი არჩევანია და აი ამ ბოროტებას, რომელიც მან თვითონ აერჩია და წაშალა ღვთაებრივი საკუთარ თავში, არაფერი კავშირი საერთო აღარ ექნება მარადიულ ნეტარ მდგომარეობასთან და ღმერთთან, იმიტომ რომ ეს მისი შინაგანი არჩევანია, მისი პიროვნება, ყოველგვარი ღვთაებრივისადმი თანდათანობით გაუცხოვდა, მისი გრძნობები დაჩლუნგდა სულიერი სამყაროს აღსაქმელად და ხშირად ეს სხეულში ცხოვრები მშვინვიერი ადამიანის გულში აი ამ ნეტარების განცდის ადგილს სწორედ ის მიწიერი სიამოვნებები იკავებს, რომლებსაც შემდეგ ადამიანი სამწოდების შედეგად მიყავს მოუნანიებელი გზით მარადიული სატანჯველისაკენ. ხოლო სინანულით ახსნილი მორწმუნე კი ადვილად ხედავს აი ამ ტანჯვის ნამდვილ მიზეზებს, ის აქვე ხედავს დედამიწაზე, როდესაც იმყოფება აი ამ მოუსვენრობის შედეგად, რომ მას სჭირდება ღმერთი, მას სჭირდება გამოხსნა, მას სჭირდება აღსარება, ზიარება, მადმოსილი ეკლესიური ცხოვრება, ამიტომაც აქ იწყებს უკვე დედამიწაზე იმაზე ზრუნვას, რომ რამენაერად მისი სული განიწმინდოს აი ამ მავნევნებებისაგან, სნეულებებისაგან, იმ სატანჯველებისაგან, რომლებიც მუდმივად შაშფოთებს ადამიანს და აი ეს საწყისები შემდეგ უკვე მარადიულობად გადაექცევა მას. ამრიგად ვფიქრობთ, გასაგებად თქვით, რომ ორი გზა არსებობს ადამიანისათვის, ერთი მარადიული ცხოვრება, ღმერთში ყოფნა, რომელსაც ირჩევს ადამიანი, მეორე სატანჯველის მდგომარეობა, რომელსაც ასევე თავისი ნებიდან გამომდინარე ირჩეს ადამიანი. და ყველა, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს აი ამ რელიგიური ცნობიერებისაგან, აი ამ სრულ განთავისუფლებას იმ აზრებისაგან, რომელსაც დღეს ლიბერალურად მოაზროვნე და უпростоრად სეკულარული სამყარო თავაზობს, ასეთი ადამიანი ადრე თუ გვიან იმ ქვეყნიური ტანჯვის არსებობის უარყოფამდეც მიდის, იმიტომ რომ ერთდროულად წმინდა წერილსაც აღიარებს და ამას თან სურს, რომ რამენაერად ტკბილადაც და კარგადაც იცხოვროს და ცოდვებშიც იყოს და შესაბამისად მას, რა თქმა უნდა, არ სურს ჯოჯოხეთის სატანჯველი და აქედან გამომდინარე თხზის აი ამ ორიგენესტულ შეხედულებებს, ჩვენ აი ამას ყველაფერს გავემიჯნებით და მართლმადიდებლურ სწავლებას ვაფიქსირებთ, რომ მარადიულობა არის მარადიული ნეტარი ცხოვრება, ხოლო ერთი მხარე, მეორე მხარე კი არის მარადიული სატანჯველი, რომელზეც არაერთგზის არის მითითებული წმინდა წერილში, რომ ისიც არის არჩევანი ადამიანებისა, იმ ბოროტი ადამიანებისა, რომლებმაც ბოროტი ანგელოზებისაგან მიიღეს სწავლებად და გაითავისეს არა ღვთაებრივი, არამედ ეშმაკისეული სწავლებები. ღმერთმა დაუგლოცოს, წყალობა არ მოგვაკლოს, კურთხევა არ მოგვაკლოს და მოგცეს განცდა აი ამისი, რაც გველის ჩვენ მომავალში და ეს ნაბიჯები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის, აქვე გადავდგათ სინანულით, აღსარებით, ლოცვით, მარხვით, ზიარებით, იმ მადლმოსილი საიდუმლოებით, ყოველივეთი, რაც ეკლესიის წიაღში გააჩნია, მოვიპოვოთ სასუფეველი ღვთისა. ღმერთმა დაუგლოცოს და გაგვაძლიეროს.